გამარჯობათ, მე ვარ კახა მშვიდობაძე, ეს კი Canon-ის ახალი კამერა C50. როგორც იქნა Canon-მა გამოუშვა ფაქტობრივად სრულყოფილი კამერა FX3-ის პირდაპირი კონკურენტი და აქვე ვიტყვი, რომ მასზე უკეთესია. დავიწყოთ იმით, რომ კამერა მათხოვეს სულ რაღაც 2-3 დღით, გადავწყვიტე გადამეღო პატარა ჩანახატი, იმისთვის რომ გამომეცადა თუ რეალურ პირობებში რას წარმოადგენს ეს კამერა. ამ ჩანახატის ნახვა შეგიძლიათ ლინკზე, რომელიც აღწერაშია. დავიწყოთ იმით, რომ C50 არის cinema ხაზის ახალი კამერა, რომლითაც შეგიძლიათ ასევე ძალიან კარგი ფოტოების გადაღებაც. ჩემი აზრით კამერას აქვს სამი ძირითადი სიახლე. პირველი, ეს არის full frame open gate. დიახ, ახლა თქვენ უკვე შეგიძლიათ გადაიღოთ თქვენ რა ჩვენს და მეც ანამორფიკის ლინზებით და მივიღო ნამდვილი კინოგამოსახულება. მეორე, ეს არის dual pixel ავტოფოკუსის მეორე თაობა და მესამე, ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ადგილი Canon-ის ამ ტიპის კამერებში, ეს არის ელემენტის გამოყენების ხანგრძლივობა, ეს ნაწილიც გამოსწორებულია. რაც შეეხება გამოსახულებას, ამ მიმართულებით ყველაფერი წესრიგშია, დაემატა C-Log 2 და რავის ხარისხიც არის ძალიან კარგი. თუმცა სანამ გამოსახულებაზე ვისაუბრებთ, მოდი ვნახოთ თუ რა შეიცვალა დიზაინში. C50 გარეგნულად გავს R5C-ს, თუმცა უფრო დახვეწილი ფორმებით. C50-ს აქვს დიდი HDMI პორტი, ეკრანის ზომა აქვს იგივე როგორც R5C-შია, თუმცა ამ შემთხვევაში ეკრანი და HDMI კაბელი ერთმანეთს ხელს არ უშლის, როგორც მაგალითად ეს R5C-ში არის ან თუნდაც იგივე FX3-ში. კამერის ჩართვა-გამორთვა ცოტა შიდა მხარეს არის. ასევე C50-ს აქვს 13 custom ღილაკი, ასევე გადაღების ღილაკთან აქვს ზუმირების ღილაკი დამატებითი, რომლითაც თქვენ შეგიძლიათ ზუმირება. რაც შეეხება გაგრილების სისტემას, ის ფაქტიურად იგივეა, როგორიც არის R5C-ის შემთხვევაში. კიდევ ერთი სიახლე რაც აქვს კამერას, ესაა მისი გვერდითი სამაგრები ორივე მხრიდან. ვფიქრობ, ეს არის იმისთვის, რომ кейჯი უფრო მყარად იყოს კამერის ტანთან ახლოს. ეს ერთ-ერთი მსგავსებაა მაგალითად FX3-თან და კარგია, რომ ამ მიმართულებით Canon-მა იფიქრა. რაც შეეხება ბარათებს, ამ შემთხვევაში აქ სიახლე დიდი არაფერი არ არის, როგორც CF Express-ი, ასევე SD ბარათის გამოყენებას შეძლებთ ამ შემთხვევაშიც. კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე რაც არის, კამერის კომპლექტაციაში მოყვება ხელის სამაგრი, რომელზეც არის ასევე განთავსებული აუდიო სისტემა თავისი 2 ცალი XLR ბუდით. გარდა ამისა, შეგიძლიათ კიდევ ჩაწერის განხორციელება პირდაპირ ამ ღილაკის საშუალებით და აქვს ზუმირების ფუნქციაც. რაც შეეხება სახელურის დამაგრებას თვითონ კამერის სტანზე, ის საკმაოდ მყარად არის დამაგრებული, შემიძლია შევადარო FX3-ს, რომლითაც ასევე ვმუშაობ და ამ შემთხვევაში C50-ის სახელური უფრო მყარად არის დამაგრებული კამერასთან, ვიდრე ეს არის FX3-ში. მოდით ახლა გადავიდეთ კამერის ტექნიკურ მონაცემებზე, სადაც ასევე არის ბევრი სიახლე. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ Canon-მა გამოუშვა ახალი სენსორი, რომელიც არის 32 მეგაპიქსელიანი. როგორც ყველა C-სერიის კამერაში, C50-შიც მატრიცის სტაბილიზაცია არ არის. ვიცი, რომ
ზოგიერთ თქვენგანს შეიძლება ამით გული დაწყდა, მაგრამ მოდი გავაგრძელოთ. Full frame-ის გარდა C50-ში შეგიძლიათ გამოიყენოთ ასევე Super 35 mode ან საჭიროების შემთხვევაში Super 16-იც კი. რა დროს არის ეს მოსახერხებელი? მაშინ, როდესაც მუშაობთ Ronin-ზე და გაქვთ ფიქსირებული ობიექტივი, თქვენ ძალიან მარტივად შეგიძლიათ ამ mode-ის მეშვეობით შეცვალოთ ფოკუსური მანძილი. რომ შევადაროთ ეს ყველაფერი FX3-ს, FX3-ის შემთხვევაში თქვენ მხოლოდ full frame mode-ში შეგიძლიათ მუშაობა 4K-ში. ერთ-ერთი მთავარი სიახლე, რომელიც არის C50-ში და C50 არის ერთადერთი კამერა Canon-ის C სერიის კამერებიდან, რომელსაც აქვს open gate. რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე შესაძლებელი არის ანამორფიკული ლინზების გამოყენება. მე გადავიღე რამოდენიმე ტესტ კადრი Atlas-ის ანამორფიკებით, ვფიქრობ ძალიან კარგი შედეგი მივიღე და ეს იმას ნიშნავს, რომ ამ კამერის გამოყენება სულ თავისუფლად შეიძლება როგორც კინოწარმოებაში, ან ნებისმიერი კონტენტის გადაღება, სადაც ანამორფიკული ლინზები მოუხდება. რაც შეეხება ჩაწერის ფორმატებს, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ გადაიღოთ როგორც RAW-ში, ოღონდ ST-ში, ასევე კოდეკში. კამერა გაძლევთ საშუალებას, რომ თვითონ კამერაშივე მოახდინოთ დესკვიზი ნებისმიერი ფაქტორით, იმის მიხედვით თუ რა ტიპის ანამორფიკულ ლინზას იყენებთ და თუ კი გინდათ გაუშვათ ეს გამოსახულება HDMI-ის მეშვეობით მონიტორზე, ამის საშუალებაც არის. ალბათ ერთ-ერთი საინტერესო საკითხია, თუ როგორ იქცევა კამერა დაბალ განათებაში, ანუ low light-ში და შემიძლია ვთქვა, რომ აქ ყველაფერი წესრიგშია. კამერას აქვს dual base ISO 800 და ISO 6400. 800 გასაგებია, რომ სუფთა, 6400-ის შემთხვევაში ზუსტად იგივე გამოსახულების მიღება შეგიძლიათ. მე გავტესტე ასევე 12800, 12800-იც მუშა ISO არის, თუმცა პოსტში შეიძლება მცირე დახმარება დაჭირდეს. C50-ში არის C-Log 2, ასევე რა თქმა უნდა არის C-Log 3 და სხვა custom picture-ებიც. ასევე სიახლე არის, როდესაც იღებ XF AVC ფორმატში, 8 bit-ში თქვენ შეგიძლიათ უკვე აირჩიოთ bitrate-ები 250-დან 500-მდე. ასევე არის RAW 3 mode-ში, ეს არის high quality LT და ST ფორმატები. კიდევ ერთი გაუმჯობესება, რომელიც C50-ში არის, ეს არის ელემენტი, რომელიც უფრო ხანგრძლივად მუშაობს და ეს შესამჩნევია, მაგალითად, როდესაც ვტესტავდი კამერას, ახალი ელემენტი, რომელიც არის LP-E6P, სტანდარტულ პირობებში დაახლოებით საათნახევარი მყოფნიდა. ეს საკმაოდ გაუმჯობესება არის აშკარად. სიმართლე გითხრათ, მე სხვადასხვა კოდეკებში როგორ იქცევა ეს კამერა ელემენტთან მიმართებაში, ყველა კოდეკი, რა თქმა უნდა, ვერ გავტესტე, ამის დრო არ მქონდა, თუმცა ძირითადად ხმარობდი სულ ყველაზე მაღალ ხარისხს ან მაღალთან ძალიან ახლოს მყოფს. Slow motion-ის და RAW-ის შემთხვევაში ელემენტი მუშაობს შედარებით ნაკლებს, დაახლოებით 1 საათამდე ყოფნის მხოლოდ და მხოლოდ. თუმცა ვფიქრობ, რომ ესეთი მაღალი ხარისხის შემთხვევაში RAW-ს გულისხმობ, რა თქმა უნდა, ესეც საკმაოდ კარგი შედეგია. ასევე ძალიან მოსახერხებელი იყო battery grip-ის გამოყენება, აი დოღს როდესაც ვიღებდი, დოღის დღეს მთლიანად battery grip-ზე ავეწყე, ჩავდე შიგნით 2 ცალი ელემენტი და დოღის გადაღებაზე თავიდან ბოლომდე მეყო, რაც ჯამში გამოვიდა დაახლოებით 3 საათამდე გადაღება. კიდევ ერთი დიდი სიახლე, რომელიც C50-ში არის, ეს არის ავტოფოკუსი. ავტოფოკუს ალბათ ცალკე ვიდეო ჭირდება, თუმცა შევეცდები, რომ ძალიან მოკლედ აღვნიშნო ის ძირითადი ფუნქციები, რაც ამ კამერას გამოარჩევს. C50-ში არის dual pixel ავტოფოკუსის მეორე თაობა, ვისაც ამ სისტემასთან შეხება აქვს, მისთვის ეს მაინდა-მაინც სიახლე შეიძლება არ იყოს, თუმცა ვისაც R5C გააქვთ C70, ამ შემთხვევაში სხვაობას ძალიან მარტივად შეამჩნევთ. წინა თაობის ავტოფოკუსთან შედარებით
მეორე თაობის ავტოფოკუსი გაცილებით უფრო სწრაფად მუშაობს და შემიძლია შევადარო ძალიან მარტივად FX3-ის ავტოფოკუსს და ამ შემთხვევაში ორივე სისტემა ძალიან ღირსეულად არის წარმოჩენილი, ესე ვთქვათ, რომელი ჯობია სიმართლე რო გითხრათ, არ ვიცი, იმიტომ რომ ორივეს შეიძლება აქვს თავისი უპირატესობები. თუმცა Canon-ი ალბათ ცოტა უფრო მოქნილია ამ მიმართულებითაც. როდესაც ვიყენებდი ამ სისტემას ახლა რეალურ პირობებში, ფაქტიურად არ ცდებოდა გამოვიყენე სხვადასხვა მოუდი, მაგალითად აქვს როგორც ადამიანების, ასევე ცხოველების ამოცნობის რეჟიმები კამერას, ამ შემთხვევაშიც კამერა ძალიან კარგად გრძნობდა თავს და ძალიან მარტივად ვენდობოდი. შეგიძლიათ ასევე აკონტროლოთ ავტოფოკუსის სიჩქარე ძალიან მარტივად, როგორც ამოცნობის, ასევე გადასვლა-გადმოსვლის. გარდა ამისა, შესაძლებელი არის ამ სისტემის მთლიანად გათიშვაც, რა თქმა უნდა, რაც ავტოფოკუსის მუშაობას ძალიან მოსახერხებელს ხდის. მაგალითად, კიდევ ერთი ფუნქცია, რომელიც R5C-ში მიყვარს და ასევე C70-ში, ეს არის face only ფუნქცია. როდესაც პირველად ვიქექებოდი კამერის მენიუში ეს სისტემა ვერ აღმოვაჩინე, თუმცა მე როდესაც ვიპოვე ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ვიყენებ ამ ფუნქციას. ცალკე აღნიშვნის ღირსი არის ასევე ტრეკინგის სისტემა, რომელიც დაბალ განათებაში საკმაოდ კარგად მუშაობს. კიდევ რაც მომეწონა, ეს არის, რომ ამ ავტოფოკუსის სისტემების და მოუდების გამოტანა ფაქტიურად ყველაფრის შესაძლებელი არის ცალ-ცალკე ღილაკზე, რაც ძალიან მოსახერხებელია, როდესაც სწრაფად გინდათ მაგალითად მოუდის გადართვა. კიდევ ერთი საინტერესო ფუნქცია კამერას აქვს ის, რომ თქვენ ერთდროულად შეგიძლიათ ჩაწეროთ როგორც 16:9-ზე გამოსახულება, ან 17:9-ზე, ასევე 9:16-ზე და 1:1-ზე. ანუ ამ შემთხვევაში CF Express ბარადზე, მთავარ ბარადზე იწერება მთავარი გამოსახულება wide-ში, ხოლო SD ბარადზე თქვენ შეგიძლიათ უკვე ჩაწეროთ გამოსახულება სოцкსელებისთვის. აი ეს ფუნქცია კი შეიძლება იყოს ძალიან სასარგებლო მათთვის, ვისაც უნდა სატელევიზიო კამერის მსგავსად კონდეს ზუმირება. თუმცა ეს ყველაფერი ხდება digital zoom-ის მეშვეობით. კამერა შესაძლებლობას გაძლევთ ჩაწერის ღილაკთან არსებული ზუმის ღილაკი რომ არის, მაგის გამოყენებით 4-ჯერ, ანუ 4x-ით მიაახლოვოთ გამოსახულება. 4x-ის გამოსახულება, რა თქმა უნდა, არ არის ისეთი კარგი ხარისხის, როგორიც არის სტანდარტული 1x გამოსახულება, თუმცა ამის მიუხედავად ზუმირების ნაწილის გამოყენება ვფიქრობ, რომ თავისუფლად შესაძლებელია. ისე რომ მაინც და მაინც არ იქონიოს ამან გავლენა ხარისხზე. რაც შეეხება გადაღების პროცესს და ერგონომიკას, ამ მიმართულებით კამერას ყველაფერი აქვს ძალიან კარგად, გაცილებით უფრო კომფორტულად ზის ხელში, ვიდრე მაგალითად R5C, ანუ რო შევადაროთ, გრიპთან ერთად ძალიან გავს ეს ყველაფერი C70 და C80. გადაღების პროცესში ძალიან კარგად ვიყენებთ ხელს თავისი ზედა ღილაკით, ჩაწერის ღილაკით. რაც შეეხება თვითონ ეკრანს, ეკრანი საკმაოდ კარგი გამოსახულებით არის, უბრალოდ გამოსახულების ხარისხი მაღალია, თუმცა სიკაშკაშე, რო ვთქვათ, მზეში საკმარისი რა თქმა უნდა არ არის. ჩასართავი არის ეკრანის გაძლიერება, ლუმინენსი, თუმცა ამ შემთხვევაში აკუმულატორის მუშაობის ხანგრძლივობას მცირედით ვამცირებთ. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რა დროით შეიძლება შემცირდეს, იმიტომ რომ მთელი დღის განმავლობაში ლუმინენსი არ მიხმარია. ამიტომ ზუსტ დროს ვერ გეტყვით, რამდენიც შემცირდა. მთელი ეს პატარა პროექტი ჩანახატი გადავიღე VCM ობიექტივებით. აი მაგალითად, მქონდა VCM-ის 20-იანი ობიექტივი, რომელიც ძალიან მკვეთრი არის. მე ვიტყოდი, რომ ამ ხაზის ობიექტივები, რომელიც ძალიან ჩუმია, არ იგრძნობა ავტოფოკუსის ძრავის ხმა და ძალიან რბილად მუშაობს.
გამოსახულება არის ძალიან მაღალი ხარისხის, არის ძალიან მკვეთრი და ამავდროულად ძალიან კრისტალური, ესე ვთქვათ. მქონდა 20-იანი, მქონდა 50-იანი, რომელიც ასევე ძალიან მომეწონა, მქონდა ასევე 35, რომელიც აქვე უკან მიდევს და კიდევ მქონდა 85 მმ-იანი ობიექტივი, რომელიც მხოლოდ აი ახლახანს გამოდის. ამით ფაქტიურად თითქმის შეივსება ხაზი, რომელიც VCM ხაზში არის, დარჩება მხოლოდ ალბათ 100 ან 135-ის გამოშვება, რომ მთლიანი სეტი შეიკვრას. რა მომწონს მე კიდევ ამ ობიექტივებში არის ის, რომ ობიექტივები არის ყველა ფაქტიურად ერთი ზომის. არ არის საჭირო სხვადასხვა აქსესუარის დამატება ამისთვის. ფილტრის ზომაც ერთი აქვს, 67 და ფაქტიურად არის ეს ჰიბრიდული ტიპის ობიექტივები, რომლებიც არის მორგებული ვიდეო გადაღებისთვის. გამოსახულებას კი თქვენ თვითონაც ამჩნევთ თუ რამდენად კარგია. რაც თავარია, ეს ობიექტივები არ ღირს ისეთი ძვირი, როგორიც მაგალითად იგივე L სერიის RF mount-ის სხვა ობიექტივები. მე ძალიან კმაყოფილი დავრჩი C50 და აი ამ VCM სერიის ობიექტივების კომბინაციით და ვფიქრობ, რომ დღესდღეობით ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი იქნება ამ სეგმენტში. რაც შეეხება მინუსებს, კამერას რა თქმა უნდა გარკვეული მინუსები აქვს, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ მინუსების რაოდენობა ბევრია, ისევე როგორც FX3-ზე ძალიან ცოტა მინუსი არის, რაც შეგიძლია იპოვო. ამ კამერაზე ზუსტად იგივეს თქმა შემიძლია. ერთ-ერთი მინუსი ალბათ ვიდეო მიმართულებიდან არის ის, რომ კამერას არ აქვს მატრიცის სტაბილიზაცია, თუმცა ზოგ შემთხვევაში ეს შეიძლება მინუსია, ზოგ შემთხვევაში არა, მაგრამ მეორე მინუსი, რაც ვნახე ამ კამერაში, ეს არის ფოტო მიმართულებით უფრო. არ არის ეს კამერა სრულყოფილი ფოტოკამერა, იმიტომ რომ არ აქვს მაგალითად მექანიკური შათერი, თუმცა ეს შეიძლება არ ჩაითვალოს მინუსად, იმიტომ რომ ყველა კამერას უკვე აღარ აქვს მექანიკური შათერი, არ არის ამის აუცილებლობა, თუმცა რო ყოფილიყო ალბათ უკეთესი იქნებოდა და კიდევ ერთი მინუსი ისევ ფოტო მიმართულებიდან არის ის, რომ ამ კამერის გამოყენება მაგალითად სპიშკებთან, ეგრეთ წოდებულ Godox-ის იმპულსურ შუქთან შეუძლებელია იმის გამო, რომ არ აქვს ტრიგერთან სინქრონიზაცია. სხვა მინუსი, სიმართლე გითხრათ, ამ კამერას ვერ უპოვე, შეიძლება ცოტა უფრო ხანგრძლივ მუშაობაში კიდევ რაღაცეების აღმოჩენა მოხდეს, თუმცა ამ ეტაპზე სულ ეს არის. ეს კამერა FX3-ზე უკეთესი არის აშკარად, როგორც ფუნქციურად, ასევე გამოსახულების მიმართულებითაც უპირატესობა აქვს და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი კონკურენტი იქნება ასევე მომავალში, რომ გამოვა FX-ის მეორე თაობა, ასე რომ წინ საკმაოდ საინტერესო რბოლა გველის, ესე ვფიქრობ, Sony-სა და Canon შორის და ამით რა თქმა უნდა ჩვენ იუზერები ვრჩებით მოგებულები, რაც უფრო მეტს იბრძოლებენ კომპანიები ერთმანეთში. მადლობა რომ მიყურეთ, რაც ამ მცირე დროში მოვასწარი კამერის შესწავლა, ჩემი შთაბეჭდილებები გაგიზიარეთ და თუ მოგეწონათ ვიდეო, აუცილებლად დაალაიქეთ და გამოიწერეთ არხი. ასე რომ დროებით.